ირანის ხალხს შიში აქვს, რომ ტრამპის სასტიკი ბლოკადის გამო შიმშილით დარჩება. ბოლო ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანი უახლოვდება ეგრეთ წოდებული ნულოვან დღეს, როდესაც მომარაგების სისტემა ვეღარ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თეირანი განგაშზეა ენერგიის დეფიციტის, მომარაგების შიშისა და ჰორმუზის სრუტეში ზეწოლის გამო. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 30 აპრილს ირანის რეჟიმი ცდილობს ძალა აჩვენოს, მაგრამ თავადუია გაჭედილი საკუთარ კრიზისში. პრეზიდენტმა მასუდ პესაჩიანმა ირანელებს სთხოვა ელექტროენერგიის მოხმარება შეემცირებინათ. მაშინ როცა ისლამური რევოლუციური გვარდია წინააღმდეგობაზე საუბრობს და ცდილობს დააჯეროს, რომ ვაშინგტონმა უკან უნდა დაიხიოს, ირანში არსებული რეალობა ბევრად უფრო მძიმეა. მთავრობა ელექტროენერგიის ეკონომიას ითხოვს, ვაჭრობა სირთულეებს განიცდის, წყალი ეროვნულ საფრთხედ იქცა და სპარსეთის ყურის პორტები ამერიკული ზეწოლის ქვეშ იხჩობა. ყველაფერს მალე მოგიყვები. ახლა კი ალბათ გსურს, რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ვაშინგტონის ლოგიკა არის აიძულოს რეჟიმი მიიღოს მკაცრი შეზღუდვები ბირთვულ პროგრამასა და სამხედრო ძალაზე, რომელიც მის რეგიონულ გავლენას ამყარებს. ამერიკის მთავრობა უნდა რომ თეირანმა გაიგოს, რომ შეუძლებელია ჰორმუზის დახურვა, გლობალურ ნავთობის ბაზარზე ზეწოლა, მილიციების მხარდაჭერა და ამავდროულად სანქციების შემსუბუქების მოთხოვნა. თითქოს არაფერი მოუხდარა. პრობლემის მასშტაბის აღიარების ნაცვლად, ისლამური რევოლუციური გვარდია ცდილობს კრიზისი გამარჯვების რიტორიკად გადააქციოს. მაგრამ სიტყვები ნატურას არ ანთებს, რეზერვუარს არ ავსებს და ძვირადღირებულ საკვებს მაგიდაზე არ აბრუნებს. პრეზიდენტმა მასუდ პესაჩიანმა ირანელებს მოუწოდა შეემცირებინათ ელექტროენერგიის მოხმარება 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალურმა განცხადებამ სცადა უარყო დაუყოვნებელი დეფიციტი, მაგრამ თხოვნამ სირთულე გამოავლინა. როდესაც მთავრობას უწევს სთხოვოს მოსახლეობას ომის, სანქციებისა და ბლოკადის ფონზე, ნაკლები განათება მიიღონ, პრობლემა მხოლოდ სამხედრო აღარ არის. ის ხდება შინაური, ყოველდღიური, შესამჩნევი სახლის შიგნით. კრიზისი დღეს არ დაწყებულა. ის წლების განმავლობაში ცუდი მმართველობით, გვალვითა და ძველ სტრუქტურებზე დამოკიდებულებით ჩამოყალიბდა. წყალი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პრობლემად იქცა. ბოლო დროის ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანი უახლოვდება ეგრეთ წოდებლის ნულოვან დღეს, როდესაც წყალმომარაგების სისტემა ვეღარ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პესახიანი უკვე აფრთხილებდა, რომ თუ წყლის კრიზისი გაუარესდებოდა, თეირანის ცხოვრებლების ევაკუაციაც კი შეიძლებოდა დასჭირვებოდათ. წყლის გარეშე ენერგიაც იკლებს. ენერგიის გარეშე ტუმბოები ჩერდება. ტუმბოების გარეშე, სოვების გარეშე სახლები, ქარხნები და საავადმყოფოები დაძაბულობაში ვარდება. სწორედ ამ დროს კრიზისი ჯაჭვურ რეაქციად იქცევა. შრალი ამინდი ამცირებს ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეს, ომი აზიანებს ინფრასტრუქტურას. სათადარიგო ნაწილების ნაკლებობა კი შეკეთებას აძვირებს. პორტებზე ზეწოლა იმპორტს ართულებს. ენერგია არასტაბილური ხდება, ტრანსპორტი ნელდება, საკვები უფრო ძვირი ხდება. მუშაკი შემოსავალს კარგავს, ხოლო რეჟიმი შეცდომის მასშტაბის ახსნის ნაცვლად მსხვერპლს ითხოვს და ამას წინააღმდეგობას უწოდებს. როიტერსმა ასევე აჩვენა, რომ ირანის ეკონომიკა ძლიერ ტკივილს განიცდის, თუმცა ჯერ საბოლოოდ არ ჩამოშლილა. რეჟიმი მარაგებით ცდილობს გადარჩენას. ვაჭრობა სახმელეთო საზღვრებით, რეზერვები და ალტერნატიული მარშრუტები. მაგრამ გადარჩენა გამარჯვება არ არის. რეპორტაჟში თეირანში მყოფი ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ მაღალი ფასები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები და ინტერნეტის ბლოკირება ანადგურებს ბიზნესს. ბრინჯისა და მარცვლეულის გამყიდველმა შეაფასა, რომ ომის დაწყებიდან გაყიდვები დაახლოებით 40%-ით შემცირდა. როცა საკვები მთლიანად არ ქრება თაროზე, მაგრამ ჯიბეს აღარ წვდება, კრიზისი ხალხის კარზე შემოდის. ძვირი საკვები, შემცირებული შემოსავალი, გაუკვეველი ტრანსპორტი და შიში, რომ მომარაგება კიდევ უფრო გაუარესდება თუ ჰორმუზის სრუტე ისევ დაბლოკილი დარჩება. ჩვეულებრივი მოქალაქე ოფიციალური განცხადებებით არ ცხოვრობს. ის ცხოვრობს ბრინჯის, პურის, საწვავის, წამლისა და ელექტროენერგიის გადასახადის ფასით. თუ ეს ყველაფერი ერთდროულად ძვირდება, პროპაგანდა ძალას კარგავს. რეჟიმს შეუძლია თქვას, რომ გაუძლებს, მაგრამ მოსახლეობაა ის, ვინც იხდის ფასს. ბანდარაბასის სპორტი აჩვენებს, რომ ირანის სისუსტე ახლა არ დაწყებულა. 2025 წლის აპრილში დიდი აფეთქება მოხდა შაჰიდ რაჯაის ტერიტორიაზე, ირანის უდიდეს პორტში, რის შედეგადაც როიტერის ცნობით, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. იმ დროს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებების არასწორი შენახვის შესაძლებლობაზე მიუთითა. ეს შემთხვევა უკვე აჩვენებდა დაუდევრობას და ევრობას და მოწყვლადობას. სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ახლა ომის, ბლოკადის და საზღვაო უსაფრთხოების რისკების პირობებშია, სადაც ყოველი ძველი შეცდომა კიდევ უფრო მძიმედ იგრძნობა.
თეირანის სტრატეგიული შეცდომა იყო იმის დაჯერება, რომ ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული მსოფლიო შიში ყოველთვის დაიცავდა რეჟიმს. დიდხანს ეს მუქარა მუშაობდა, რადგან სრუტე ენერგიის, ვაჭრობისა და სასუქებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ მიმდინარე კრიზისმა მეორე მხარეც აჩვენა. თუ ირანი გზას ხურავს, ის თვითონაც იზოლაციაში ექცევა. თუ გადასვლაზე გადასახადს დააწესებს, სანქციების სამიზნე ხდება. თუ ისლამური რევოლუციური გვარდიის გამოყენებით გემებს აშინებს, მაშინაც დააფრთობს სადაზღვევო კომპანიებს, საზღვაო კომპანიებს და მყიდველებს. რეჟიმს სურდა ონკანის კონტროლი. ახლატი აღმოაჩინა, რომ თვითონაც მასზეა დამოკიდებული. ამერიკის პოზიცია მკაცრია, რადგან დონალდ ტრამპი ამ მომენტს 10 წლეულების შანტაჟის გატაჟის სოფან ცენტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მიიჩნევს, ირანის პორტების ბლოკადა შეიძლება აიძულოს დათმობებზე წავიდეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. იგივე ანალიზმა აღნიშნა, რომ ირანის ლიდერები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, იმედოვნებენ ნავთობის ფასის ზრდასა და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაძლიერებას. ეს არის თეირანის გათვლა. ახლა იტანჯონ, რათა შემდეგ უკეთესი შეთანხმების მიღწევას სცადონ. მაგრამ ეს გათვლა უგულებელყოფს ერთ მარტივ კითხვას: რამდენ ხანს გაუძლებს ხალხი? ისლამური რევოლუციური გვარდია პასუხობს მუქარით. ამბობს, რომ ბლოკადა დარღვევაა, საუბრობს რეაქციაზე, ამტკიცებს, რომ დამორჩილება არ იქნება და ცდილობს აჩვენოს, რომ შეერთებულ შტატებზე ზეწოლაა. მაგრამ განსხვავება ნათელია. ვაშინგტონი განიცდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, თეირანი განიცდის ეგზისტენციალურ ზეწოლას. ერთი მხრივ ტრამპი ეჯახება ნავთობის ფასს და კრიტიკას. მეორე მხრივ ირანის რეჟიმი ეჯახება არასტაბილურ ელექტროენერგიას, წყლის დეფიციტს, გაკოტრებულ ბიზნესებს, გაჭირვებულ ოჯახებს და ახალგაზრდობას, რომელიც აღარ სჯერა ოფიციალური განცხადებების. ისლამაბადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამ ჩიხის სიმბოლოდ იქცა. ამერიკელი წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ ახალი მოლაპარაკებების რაუნდში, მაგრამ პროგრესი შეჩერდა. ირანის რეჟიმს სურს განიხილოს შეღავათები, ჰორმუზის სრუტის გავლა და გარანტიები. ვაშინგტონს სურს რეალური შეზღუდვები ბირთვულ სფეროში და თეირანის შესაძლებლობებში, რომ მან გააგრძელოს რეგიონის ფარად გამოყენება. მოლაპარაკებები არ მიდის წინ, რადგან ორივე მხარე იცის, რომ ახლა დათმობას ფასი აქვს. მაგრამ ირანისთვის ყოველი გადადებული დღე მძიმეა და სწორედ აქ ხდება კაპიტულაციის შესახებ საუბარი აბსურდული. როდესაც ისლამური რევოლუციური გვარდია ან ირანის მკაცრი ფრთა ცდილობს გაკიდოს იდეა, თითქოს შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიჩოქოს, კონტრასტი აშკარა ხდება. ირანის მოქალაქეა ის, ვისაც ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ. ირანული ვაჭრობაა, ვინც ნაკლებს ყიდის. ირანის პორტებია ზეწოლის ქვეშ. ირანის წყალია ზღვარზე. ირანის ინდუსტრიას კი ნაწილები, ენერგია და კრიზისში მყოფი ტრანსპორტი სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ხვალ დაეცემა. თვითონ როიტერსმაც აღნიშნა, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის მექანიზმები და დაუყოვნებელი კოლაფსი გარანტირებული არ არის. საკითხი სხვაა. გადარჩენა უფრო ძვირი, უფრო მტკივნეული და უფრო არასტაბილური გახდა. რეჟიმს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იძულებით, მარაგებით და ალტერნატიული ვაჭრობით, მაგრამ ყოველ კვირას ამ ტემპში ზრდის გამოფიტვას. რეპრესიას შეუძლია დროებით დაადუმოს ქუჩა, მაგრამ ვერ შეძლებს ძალით საკვების ფასის დაწევას, ვერ შეძლებს წვიმის მოყვანას. საბოლოოდ ამ ხუთშაბათის კადრი ძალიან შთამბეჭდავია. თეირანი შინ ეკონომიას ითხოვს. მაშინ როცა მისი მკაცრი ფრთა ისე ლაპარაკობს, თითქოს ვაშინგტონს დანებებას მოახვევს. ისლამური რევოლუციური გვარდია სურს, რომ დაუნდობელი გამოჩნდეს, მაგრამ რეალური ირანი დაღლილია. ტრამპი შეიძლება გაკურებულიც კი დარჩეს რეჟიმის ჯიუტობით, მაგრამ ზეწოლამ უკვე შედეგი აჩვენა. და როცა რეჟიმს ხალხისგან მსხვერპლის მოთხოვნა სჭირდება, იმ დროს როცა ამერიკის დამცირება სპირდება, საქმე უკვე ძალას აღარ ეხება. ის უკვე სასოწარკვეთილებაა. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე ახი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვისის საზოგადოებაში.